გამარჯობა ჩემო კარგებო. კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ჩემს არხზე. თქვენ ძალიან მოგეწონათ ვიდეო ზარმაც ხაჭაპურზე და ვიფიქრე, კლასიკური ციმერული ხაჭაპური თქვენ მოგეწონებათ. ვისაც ჯერ არ უნახავს, ლინკს დავტოვებ ვიდეოს ქვეშ. და არ დაგავიწყდეთ არხის გამოწერა და მოწოდება. ეს ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია. მოდით დავიწყოთ მომზადება. 8 ცალი იმერული ხაჭაპურისთვის ჩვენ დაგვჭირდება 1 კილოგრამი ფქვილი, 650 მl თბილი წყალი, 40 გრამი დაპრესილი საფუარი ან 1 ჩაის კოვზი მშრალი საფუარი, 1 სუფრის კოვზი შაქარი, 1 ჩაის კოვზი მარილი, 1 სუფრის კოვზი ზეთი. ინგრედიენტებს როგორც ყოველთვის ჩამოვთვლი ვიდეოს აღწერილობაში. ჯერ გავხსნათ თბილ წყალში საფუარი, შაქარი და ზეთი. კარგად ავურიოთ. ფქვილში დავამატოთ მარილი და ერთმანეთში ავურიოთ მშრალი მასა და სითხე. კარგად მოვზილოთ ცომი. ნუ შეგეშინდებათ თუ ცომი ხელებზე იწებება. კარგად მოზილეთ 3-5 წუთის განმავლობაში. დავაფაროთ თავსახური ან ცელოფანი და დავტოვოთ 30-40 წუთით. სანამ ცომი მზადდება, ჩვენ მივხედოთ შიგ თავს. მაგრამ მანამდე გავგზავნეთ ეს ვიდეო იმ ადამიანს, ვისაც გინდა სთხოვოთ ამ რეცეპტის მომზადებას. მე მიყვარს შიგ თავში იმერული ყველის და სულგუნის თანაბრად გამოყენება, მაგრამ უფრო ხშირად ვაკეთებ 600 გრამ იმერულს და 300 გრამ სულგუნს. ძალიან გემრიელი გამოდის. გავხეხოთ დიდ სახეხზე, მაინც დადნება ტაფაზე. მე ვიყენებ სილიკონის ხალიჩას, მაგრამ თუ გაქვთ გლუვი მზედაპირი, შეგიძლიათ პირდაპირ მასზე გააბრტყელოთ ცომი. მზად ცომი დავჭრათ 8 ნაწილად. ვიდეოში ნახევარ პორციას ვაკეთებ, ამიტომ 4 ნაწილად ყოფ და ყველა ნაჭერი დავამრგვალოთ, როგორ ვაკეთებ მე ვიდეოზე. ავიღოთ 1 ნაჭერი და ხელით გავაბრტყელოთ. შიგ თავსისგან გავაკეთოთ ყველის გუნდა და მოვათავსოთ ცომის შუაში. ხინკალივით შევახვიოთ, შემდეგ მაქსიმალურად გავაბრტყელოთ. შუაში ოდნავ გავხიოთ, ტაფაზე მაინც იფუშება ჩემთან. და გადავიტანოთ კარგად გახურებულ ტაფაზე. სქელძირიანი ტაფა საუკეთესოა და არავითარი ცხიმი არ ჭირდება. ჩემი ტაფა ტეფლონია და არც ისეთი სქელი ძირი აქვს, ამიტომ ძალიან დაბალ ცეცხლზე ვამზადებ, მაგრამ უკეთესი შედეგისთვის სქელძირიანი ტაფა ჯობს. შევწვათ ორივე მხრიდან. გადავიტანოთ თეფშზე და აუცილებლად სანამ ცხელია წავსვათ ზემოდან კარგი გემრიელი კარაქი. მივირთვათ გემრიელად. მართლა საოცრად გემრიელი გამოდის. გამოიწერეთ ჩემი არხი და დამიკომენტარეთ, რომელი ხაჭაპური თქვენთვის ყველაზე გემრიელია. მომავალ შეხვედრამდე.